თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიით. სიტყვა ესე და მერმე მიუგო მათ იესო იგავით და hrქვა ვისმინოთ ესეცა იგავი ვით არ შვენიერ არს და საშინელ ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაი კაცსა მეუფესა რომელმან ყო ქორწილი ძისათვის ისაი. და წარავლინა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას და არა ინებეს მოსვლად. ყვალად წარავლინა სხვანი მონანი და hrქვა არქუთ ჩინებულთა მათ, აჰა ესე რა პორი ჩემი მზა მიყოფიეს ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდეპყვას და წარვიდეს, რომელიმე თვისა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსათვისა. ხოლო სხვათა შეიპყნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყვიდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერითვისი და მოსნა კაცის მკვლელნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწვა ცეცხლითა. მაშინ hrქვა მონათათვისთა, ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მე ბოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განმიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა. და შედრაივიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნკაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და hrქვა მას, მოყვასო, ვით არ შემოხვედა აქა, რამე თუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე. ხოლო იგი დუმნა. მაშინ hrქვა მეუფემან მან მსახურთათვისთა, შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგებნელსა მას გარესკნელსა. მონიხოს ტირილი და ղრჭენა იკბილთაი. რამე თუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ რჩეულნი 22, 1:14. თარგმანი იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას განყოფილება იცისა და მონათაი და თუ რაოდენ არს შორის მათსა. იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თვისებაი და ყვალად ფრიადი განყოფილებაი. რამე თუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას ჰურიათასა და წოდებასა წარმართასა. ამას თანა გვაუწყებს ვით არმედ არა სარწმუნოებაი ხოლო ჯერ არს, არამედ საქმენიცე კეთილნი და თუ რაოდენი სასჯელი წინაოდ შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველ თქმულისა მის, რამე თუ მუნთქვა, მიგეღოსო თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავთა რომელნი ყოფდნენ ნაყოფსა მისსა, მათე 21:43, ხოლო აც გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესეოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოუაწებასა მისსა გვაუწყებს, რომელი აჩვენა ჰურიათა ზედა. რამე თუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყვის წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯვარცუმისა, ხოლო აც გამოაცხადებს, ვით არმედ შემდგომად ჯვარცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს იგი სასტიკისა რისხვისა ღირს იყვნეს, მაშინცა ქორწილადვე უწეს და პატივად დიდებულად, და ზემოცა გვაუწყა, ვით არმედ პირველად ჰურიათა უწოდა, არა წარმართთა და აქაცა ეგრეთვე, გარნავით არცა იგი მუნ, ოდეს არა შეიწყნარეს, არამედ მოკლეს. მაშინღა მისცა სხვათა ვენახი იგი ეგრეთვე აქა, ოდეს არა ინებეს მოსვლად ქორწილსა მას, მაშინღა სხვათა მოუწოდა. რაიმცა უკვე იყო უცოფეს მათსა, რომელ ქორწილად იწოდნეს და განაგდეს. ვინცა არა ინება მისვლად ქორწილსა და ქორწილსა მეუფისასა, ოდესღა ძისათვის ისა იქმ ქორწილსა. რომელსა ქორწილსა იტყვის, ესე იგი არს, ოდეს შეიერთა ქრისტემან ეკლესიაი. და რაისათვის ქორწილად ეწოდა საქმესა ამას.
ვინაიდან ეს საქმე უმეტეს ყოველთა სოფლისა საქმეთა სახარულად დაწესებულ არს და არაოდეს იქმნების ესევით არის სიხარული, ვითარ დღესა ქორწილისასა და უფრო ისღა, უკვე თუ სამეუფო იყოს ქორწილი, მამაი მეუფეძესა საყვარელსა ქორწილსა უქმოდის. უმეტესი სიხარული და განცხრომაი ქვეყანისაი არა არს. ამისთვის ვითარცა თავის სახარულევანთა საქმეთა ესე ახსენა, რაითაც ნაღმთისა სახიერებაი და უხვებაი ჩვენისა წყალობისაი, ვითარ ცხოვრებაი ჩვენისა წადილიყო მისდა და რაითაც ბრწყინვალებაი საქმეთა იმათ, ვითარმედ არარაი არს მათ შინამწუხარებისა და მჯუმარებისა სახე, არამედ ყოვლით ურთსავსე არს სიხარულითა სულიერითა. ამისთვის იოანე სიძეთ სახელს დებს უფალსა და ეკლესიასა სწლად, რომელსა აქვს ძალი, სიძე არსო, ხოლო მეგობარი სიძისაი, რომელი დგას და ესმის მისი სიხარულით უხარისხმითა სიძისაითა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. იოანე 3:29 და პავლე იტყვის, მიგათხოვენ თქვენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა. მეორე კორინთელთა მიმართ 11:2 რამე თუ ვითარცა იგი ოდესით გბოება სამცნებათა და განკითხვათა უფლისათა ენებოს წერილთა გამოსახვად, თაფლსა მოიღებენ სახეთ, რამე თუ უტკბილეს სოფელსა შინა არა იპოების, კვალად. ოდეს შვენიერებასა და პატიოსნებასა მათსა იტყოდის, ოქროსა და ანთრაქსა ანუ მარგალიტსა მოიღებს, ოდეს ბრწყინვალებასა იტყოდის, ზესა გვიჩვენებს. არა თუ ესე სახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერ არას ჰპოებს სახედ ენაი კაცობრივი. ეგრეთვე რაითამცა სახარულევანებაი და განგებულებაი გულისხმა გვიყო ამის საქმისაი, ქორწილად სახელსტვა და სიძეთ თქვა და სწლად, ვითარცა პავლე იტყვის, საიდუმლოი ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისათვის. ეფესელთა მიმართ 5:22 ხოლო უკვე თუ ვინ ეძიებდეს, თუ რაი არს ესე, რომელ ქორწილად ძისა ეწოდების საქმესა მას და ძესა მიეთხოვა ეკლესიაი, ხოლო მამასა არა? ესე წერილთა შინა, საყვარელო, განუყოფელ არს. გინა თუ ძესა თქვას მითხოვებად მამისაი არს, გინა თუ მამისაი თქვას ძისაი არს. რამე თუ განუყოფელობისათვის ბუნებისა მათისა ითქმის ესრეთ. და ჭეშმარიტად შუამდგომელობითა ძისაითა დავეგენით მამასა ჩვენ, განდგომილნი ესე. კეთილად უკვე მოასწავებს აქ აღდგომასა, რამე თუ ზემოსა მას იგავსა შინა ახსენა სიკვდილი და აწესერა თქვა ქორწილი, რაითა გვასწავოს, ვითარმედ შემდგომად ჯვარცუმისა და სიკვდილისა ითქმის აღსრულება იგი ქორწილისაი და სიძეთ წოდება იმისი. ხოლო შენ იხილე სიბრმე ჰურიათაი. პირველად წინაის წარმეტყველნი მოსწყვიდნეს, მერმე ძე მოკლეს. და ამას ზედა იწოდნესვე ქორწილსა მათ მიერ მოკლულისა მის უფლისასა. და არავე მივიდეს, არამედ მიზეზნი ცუდნი შემოიხუნეს, უღელნი ხართანი და აგარაკი და ცოლი, შეადარე ლუკა 14:18 რამე თუ ნამდვილად სულიერნი საქმენი უფროის ყოვლისა შეურაცხიყვნეს მათ წინაშე და ცუდნი ესეთ პატიოსან და სახმარ. ხოლო სახიერმან მან უშურველად ჩინებულყვნა, არა თუ გვიანად, არამედ პირველ მრავლისა ჟამისა. რამე თუ იტყვის, წარავლინა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა. და კვალად იტყვის, არქოთ ჩინებულთა მათ მოსვლად ქორწილსა ამას. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი. პირველად უწოდნა წინაის წარმეტყველთა მიერ, მერმე იოანეს მიერ, რამე თუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა, აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი, იოანე 1:29 და მისა ჯერ არსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად. იოანე 3:30 მერმე კვალად უწოდა თავად მან ძემან ღმრთისამან, რამე თუ ეტყოდა,
მოვედით ჩემ და ყოველნი მაშურალნი და ტვირთმწიმენი და მე განგისვენო თქვენ. მათე 11:28 და კვალად იტყვის, რომელსაც წყურის მოვედინ ჩემდა და სვემდი. იოანე 7:37 ხოლო ვინაითგან ჯვარსაცვეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხვათა მათ მოციქულთაითა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსვლად უდები ქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინეს და მოსწყვიდნეს. ესე პირველისა მისი გავისა უძვირეს იყო. მუნ იტყვის ვითარმეთ, მოვიდეს მონანი იგი ვენახისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთვის მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაი აღუთქვეს მოკლისა მისისაი და შეყვანებაი უქადეს სასუფეველსა. რაისათვის მოსწყვიდნეს? რა იმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა შემსგავსებაი? ამისთვის პავლე იტყვის, რომელთა იგი უფალი მოკლეს იესუო და წინაისწარმეტყველნი და ჩვენ გამოგუდევნეს. პირველი თესალონიკელთა მიმართ 2:15 ხოლო რაითა ვერ თქვან თუ წინააღმდგომ ღმრთისა არს და ამისთვის არა მოვალთ იხილეთ რასა ეტყვიან მჩინებელნი იგი ვითარმეთ, მამა იქმსო ქორწილსა ამას და მან მოგვავლინაო წოდებად. ისმინეთ უკვე შემდგომიცა, ვინაითგან არა ინებეს მოსვლად, არამედ მჩინებელნიცა იგი მოსწყვიდნეს, მიავლინა ერი და მოსნა კაცის მკვლელნი იგი და ქალაქი მათი მოწვა ცეცხლითა. ამათ სიტყვათა მიერ მოასწავა, რა იგი ყოფად იყო მათზე და უესპასიანეს და ტიტეს მიერ. რამე თუ ამისთვის არა მასვე ჟამსა იქნა მოოხრება იერუსალემისაი და სრულიად იგი დაქცევაი ჰურიათაი, რა ჟამს ქრისტე ჯვარსაცვეს, არამედ შემდგომად 40 სისაწლისა რაითა აჩვენო სულგრძელება ითვისი. ხოლო მოკლეს რა იაკობ ზებედესი და ქოლეს სტეფანი, განტვინეს იაკობ, ძმა უფლისაი, აგინეს და დევნეს მოციქულნი, მერმე მოიწია შურისგებაი იგი. ვიდრეღა იოანე მახარებელი სოფელსა შინა იქცეოდა და სხვანი მრავალნი ქრისტეს თანა ყოფილნი, აღესრულა ესე ყოველი, და მოწამე იყვნეს რომელთა ყურითა მათითა ასმიოდა. აციხილეთ სულგრძელებაი ღმრთისაი გამოუთქმელი და მათი აურაცხელი სიბოროტე, ვენახი და ასხა და ყოვლით ურთშეამკო, მიავლინა მონანი და მოსწყვიდნეს. მიავლინა სხვანი, იგინიცა მოკლნეს, მერმე მიავლინა ძეთვისი, იგიცა ჯვარსაცვეს, და კვალადცა უწოდა ქორწილად. ოდეს იგიცა მჩინებელნი მოსწყვიდნეს, მერმეღა მიხფინა მათზე და რისხვაითვისი და წარმართთა უწოდა. ხოლო უკვე თუ ვინ თქვას, თუ არა მაშინ იქნა წოდებაი წარმართთაი ოდეს მოციქულნი დევნეს და მოსწყვიდნეს, არამედ მეხსეულად შემდგომად აღდგომისა ხრქოა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი მათე 28:19 ესრეთ ვიტყვით, ვითარმეთ. პირველ ჯვარცუმისაცა და შემდგომად ჯვარცუმისა პირველად მათა მიმართ ყო ქადაგებაი, რამე თუ პირველ ჯვარცუმისა ეტყო და მოწაფეთა. წარვედით ცხოვართა მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა მათე 10:6 და შემდგომად ჯვარცუმისა არავე დააყენა, არამედ უბრძანაცა ქადაგებად. მათ და რამე თუ რაღაცა თუ ხრქოა ვითარმეთ, წარვედით მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, არამედ რა ჟამს იგი ამაღლდებოდა ზეცად უბრძანა, რაითა ჰურიათაცა უქადაგვან და უფრო ისად პირველ სხვათასა რამე თუ თქვა. შეიმოსოთ ძალი მოსვლასა სულისაც მიდისასა თქვენზე და იყვნეთ თქვენ ჩემ და მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქვეყანისა. საქმე 1:8 და ნეტარი პავლე იტყვის ვითარმეთ, რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცვეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.
გალატელთა მიმართ 2-8, ამისთვისცა მოციქულთა პირველად ჰურიათა მიმართ იწყეს ქადაგება და მრავალ ჟამი ქცეოდეს იერუსალიმს და მერმე იდევნეს მათ მიერ და ეგრეთ მიმოდაიბნინეს წარმართთა შორის, ვითარცაც მოასწავებს სიტყვა უფლისა ვითარმეთ. მაშინ რქვა მონათათვისთა, ქორწილი ესემზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. რამე თუ ვითარცავთ თქო, შემდგომად აღდგომისა ჰურიათაცა უქადაგებდეს და წარმართთაცა, გარნა უმეტესად ჰურიასტანს იქცეოდეს. ხოლო ვინაიდან იგინი გულფიც ხელობასავე შინაეგნეს და სტევნიდეს, ამისთვის პავლე თარგმნის ამას იგავსა. ოდეს იგი მხდომად აღუდგეს მას ჰურიანი, მიუგოდა რქვა მათ, თქვენ და ჯერ იყო პირველად რქუმად სიტყვა ესე ღმრთისაი, ხოლო თქვენ ეგერა განიშორებთ და არა ღირსად გიშჭიან თავნი თქვენი ცხოვრებისათვის საუკუნოისა. აჰა, ესე რა მივიქცევით წარმართთა მიმართ. რამე თუ ესრეთ მამცნო ჩვენ ღმერთმა, რაითა აღესრულოს წერილი ვითარმეთ, დაგადგინე ნათლად წარმართთა, რაითა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქვეყანისა. საქმე 13:46-47. მაშინ აღესრულა სიტყვა ესე ამისი გავისაი, ვითარმეთ, განვედით უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, გზათა ზედა და ფოლოცთა და უცხოთა, ბრმათა და მკელობელთა შემოხადეთ აქა. ლუკა 14:21. რამე თუ ვინაიდან მრავალგზის თქვა ვითარმეთ, მეძავთა და მეზუერეთა უსწრონ მათ სასუფეველად და იგინი განითხინენ გარე და კვალად, იყვნენო წინანი უკუანა და უკუანანი, წინა მათე 19:30-20:16. რაც გამოაჩინებს ვითარმეთ სამართლად იქნა ესე, მათი იგი განვრდომაი და წარმართთა შემოსვლაი პატივს ამას. ხოლო კვალად, რაითა ესენიცა წარმართთაგანი მორწმუნენი არა მიენდვნენ სარწმუნოებასაოდენ, ამისთვის გვაუწყებს სასჯელს ამას ბოროტთა საქმეთასა, რომელი განმზადებულ არ სურწმუნოთათვის, ამისთვის, რომელ არა მოვიდეს სარწმუნოებად. ხოლო მორწმუნეთათვის ცოდვილთა, არა დამარხვისათვის ნიჭისა მის, რომელი მიეცა ნათლისღებისაგან. რამე თუ სამოსლად საქორწინეთ საქმეთა უწეს და მოქალაქობასა. თქვას ვინმე ვითარმეთ, წოდება იგი მადლისა მისისა იყო უსასყიდლოი, რაისათვის უკვე ესრეთ რისხვით ეძიებს სამოსელსა საქორწინესა, რომელ არიან საქმენი კეთილნი. არამედ გულისხმა ყავთ მეტყველმან მან ესე ვითარისამან, ვითარმეთ წოდებაი ქორწილსა მას და განწმედაი ცოდვათაგან უსასყიდლოდ იქმნების მადლისა მისისაგან, ხოლო ვინაიდან შეჰმოსოს სამოსელი სიწმიდისაი, მიერითგან სამოსლისა მის შეუბღალველად დამარხვა თანაც ჩინებულთა მათ. უცხონი იგი ბრმანი და მკელობელნი, რომელნი მებოძირთაგან და ფოლოცთაგან შეკრიბნა, არავის მათგანსა განურისხდა სამოსელთა მათთვის დაბეპყულთა, არამედ ყოველნი შემოსნა ბრწყინვალეთ, ხოლო უბადრუკმან მან კვალადსა შებღალა სამოსელი იგი სამეუფოი. გინა თუთვისივე იგი ხენეში და ბაყლითა სავსე შეიმოსა, ამისთვის დაისაჯა. რაც უკვე ჩინება იგი არა ღირსებისაგან იყო ჩინებულთა ისა, არამედ სახიერებისაგან მეუფისა მის ტკბილისა. ხოლო მიერითგან ჩინებულთა მათსა თანაც ნაცვალად უსასყიდლო ისა მის წყალობისა დაცვად თავნითვისნის სიწმიდით და არა უკეთურებისა ჩვენებად ნაცვალად ქველის მოქმედებისა მის. ამისთვის ფრიადისა ტანჯვისა თანამდებარიან უდებნი და ცოდვითა შებღალულნი, რომელესოდენ საპატივსა ზედა უმადლოვე იქმნეს. აჩვენეს ჰურიათა უმადლოებაი და სიბოროტე ყოვლადვე არამოსვლითა ქორწილსა მას, აჩვენა ხენეშითა სამოსლითა შესრულმანცა მიცემულისა მის პატივისა შეურაცხად ხმარებითა. ამისთვისცა დუმნა რამე თუ არა აქ უნდა სიტყვაი, რა იმცა მიუგო.
ხოლო მეუფემან ცხადსა მას საქმესა ზედა არავე დასაჯა, ვიდრე მდის პირველად მან დასაჯა თავითვისი, რამე თუ რომელი გიდუმნა და პასუხი ვერ მისცა, დასაჯა თავითვისი და ვერ პოვა სიტყვაი, და მერმერღა მიეცა საუკუნესა სატანჯველსა. რამე თუ გესმას რა იბნელი, ნუ ჰგონებთ, თუ ესე ხოლო არ სატანჯველი მისი ბნელსა ადგილსა ყოფაი, არამედ შემდგომი ისმინი ვითარმეთ, მუნ იყოს ტირილი და ხრჭენა იქბილთაი, რომელ ესე მოუთმენელთა სატანჯველთა მოასწავებს. სწავლა ითმερμისა მისთვის სასჯელისა და რაითა მოვიგოთ სრულმაი სულთა ჩვენთაი. ისმინეთ, რომელნი ღირსქმელ ხართ საიდუმლოთა მათ დიდებულთა და ჩინებულ ხართ ქორწილსა მასზე ცისასა, და მერმეღა საქმეთა მიერ ბოროტთა შეამწინკულებთ სულთა თქვენთა. გულისხმა ყავთ, ვინა იწოდენით, მებოძირთაგან და ფოლოცთა და ყურათა ქალაქისათა, მკელობელნი და ბრმანი სულითა, რომელ ესე ფრიად უძვირეს არს ხორციელსას ნებასა. შეიგდიმეთ კაცთ მოყვარებისაგან მჩინებელისა მის, და ნუმცა ვინ შეიმოს კვალად პირველთა მათ შებღალულთა სამოსელთა. გამოიძიენ კაცად მან სამოსელი სულისათვის ისაი, განირცხან იგი და განიწმიდენ. ისმინეთ, მამანო და დედანო, ყოველმან კაცმან და ყოველმან ჰასაკმან. არა ხილულთა ამათ სამოსელთა სამკაულსა ეძიებს ჩვენგან ღმერთი, არამედ სამკაულსა მას სულიერსა ეძიებს, ვიდრე მდის ხორცთა სამოსლითა შვენიერითა ვამკობდეთ, ძნელ არს სამკაულისა მის სულიერისა პოვნაი. რამე თუ არა შესაძლებელ არს ერთბამად ხორცთაცა და სულისა მკობაი, არა შესაძლებელ არს ერთბამად ღმრთისაცა მონებაი და მამონაისი. აც უკვე შემკობაი ესე ხორცთაი დაუტეოთ და სულისაი შევიკრძალოთ. უკვე თუმცა ვინ სახლის შენი შეამკო ეზოებითა ოქროქსოილითა და შატროვანებითა ნემსულითა და შენცა განგაშიშულა საქიქელად ყოველთა თანაც არმავალთა, არამცა სირცხულ გიჩნდა. აც უკვე ამას საქიქელსა საქმესა შენ თვით იქნთავსა ზედა შენსა. სახლსა მას სულისა შენისასა რომელ არიან ხორცნი, ამკობს სამოსლითა ბრწყინვალითა და თითოფერითა და ფუფუნებ შვენიერად, ხოლო სული დაგიტეობიეს შიშველი, ძონძითა უნდოითა მოხვეული და სირცხვილეული. არა უწყია ვითარმედ მეფისაი ჯერ არს შემკობაი, ვიდრეღა ქალაქისაი. ამისთვისცა ურაკპარაკთა ქალაქისათა ოდეს შეამკობდნენ. კილოთა განფენენ და ღებილთა, გინა ყვავილთა თივისათა და კმარნ, ხოლო მეფისათვის შემზადებულ არს სამკაულად პორფირი მარგალიტითა განჩუნვილი და გვირგვინი ანთრაკითა და სამარაგდოითა განგებული და ზურმუხტითა ჰინდურითა განკარგული და სხვა იგი თითოფერი სამკაული, ვითარცა უწყით. აც უკვე შენცა, კაცო, ეგრეთვე იქმოდე, ხორცნი უნდოითა სამოსლითა შემოსენ, ხოლო სულსა მეწამული და პორფირი შთააცუ და გვირგვინი და არქვი ქვისა მისგან პატიოსნისა და დასტვიედლთა ზედა შვენიერთა, რაითა დაუყენებელად აღვიდეს ქორცილსა მასზე ცისასა. რასა იქმ, კაცო? ქალაქსა შეამკობ და მეუფესა ამას სულსა დაუტეობ, რაითა ვითარცად ყუე შეკრული ხელბორკილითა მიმოეთრიოს ბოროტთავნებათა? არა გულისხმა ყოფა, ვითარმედ ქორწილად საღმრთო წოდებულ ხარ. არა იგონება, თუ ვითარუხს ყოფად სულსა, რომელი მას სასწლოსა შევიდოდის. ფესვედითა ოქროანითა თანაც შემკობაი და შემოსად პირადად შვენიერად. გნებავსა რაითა გიჩვენე კაცნი, შემკობილნი სამოსლითა საქორწინოითა? მოიხსენენ წმიდანი ესე მონაზონი, რომელნი ზემოსა თავსა ვახსენენ, რომელთა ჰმოსიეს ფლასები და ხალენები და უდაბნოთა მკვიდრარიან, მათ ჰქონან ჭეშმარიტად სამკაულნი საქორწინენი. ამისთვისცა რაოდენიცამცა ვინ მისცნა პორფირნი და ოქროქსოილნი, არამცა განუცვალნეს ხალენები და თხის ტყავები მათი, არამედ ვითარცა მეფესა უკვე თუ ვინ ძონძი გლახაკისა ისაძაგელი მიუპყრამცა და აწვევდა შემოსად, მოიძაგამცა იგი და შეჰრისხნან.
ეგრეთ შეურაცხიეს მათ პორფირი ანუ გვირგვინი მეფისაი. ესე ამისთვის რამე თუ იციან ბრწყინვალება ითვისთა მათ შესამოსელთაი და არიან იგინი ფრიად უაღრეს მეფეთა და მთავართაისა. უკვე თუმცა განგიხუნა ვინ კარნი გონებისანი და იხილენ ცასულნი მათნი და შინაგანი იგი სამკაული, ვერმცა იტვირთე ბრწყინვალებაი შვენიერებისაი მის და ელვარება იგონებათა მათთაი, არამედ დახვარდიმცა ქვეყანას ზედა შიშისაგან და მცხინვარებისა მის ფრიადისა. მქონან სახენი მრავალნი პირველთაგან წმიდათა, გარნას რქელთა და უგულისხმოთა ხილულნი სახენი უფრო ისად შეაგონებენ. ამისთვის წარგავლინებ სავანესა ამათ ნეტართასა, რაითა იხილნეთ ვით არ განშორებულ არიან საქმეთაგან სოფლისათა და სიხარულით განწყობილ არიან ბრძოლა დეშმაკისა. ამისთვისცა დაუტევნეს ქალაქნი და სოფელნი და ტალავრებითა ცხონდებიან რამე თუ მხედართა, წყობად განსრულთა არ არს წესი სახლთა შინა ყოფად, არამედ კაროებითა დგებიან, ვით არც ამ სწრაფლ წარმავალნი. ეგრეთვე ესენი, ვინაითგან დაბანაკებულ არიან წყობად მტერისა, მსხემთა და წარმავალთა წესი უფრიეს, არა ვით არ ესე ჩვენ ვიქმთ, არა ვით არცა განწყობად განმზადებულნი, არამედ ვით არცა საუკუნო მკვიდრობა იგუაქუნდა აქა. რომელმანცა მხედარმან ბანაკსა შინა დადვა საფუძველი შენებად სამარადისოისა სამკვიდრებელისა, ვინაითგან უწყინ, ვითარმედ მალე წარსვლად არს მიერ ადგილით, ანუ ინებამცას კიდად ვენახთა და ყანათა უცხოსა ქვეყანასა. უკვე თუ ქმნას ესე ვით არცა ორგული იტანჯოს, რამე თუ ხრქვას მას ერისთავმან, ბრძოლად მოსრულ ხარ აქა ანუ მზახობად. უკვე თუ ჩვენთან ამავალი ხარ, რაისათვის აქა სამკვიდრებელთა იმზადებ ორგულო მხედარო? ეგრეთვე ჩვენ, ძმანო, განვიგულნეთ თავნითვისნი. ნუ აქა ვეძიებთ სამკვიდრებელსა არამედ ქალაქსა მასზე ცისასა, სადა იგი მიმავალ ვართ, ხოლო აქ აკმა არს ტალავარი ოდენ და საჭურველნი ბრძოლისანი და არა ტაძარნი და საუნჯენი და თითოფერნი საუცხრებანი. იხილენით, ვით არ ცხოვრებენ წარმართნი, არაბნი და გუთნი, კაროებითა და ტალავრებითა. ესრეთ ჯერ იყო ცხოვრებაი ქრისტიანეთაი, რაითამცა მიმოვიდოდეს და ბრძოდეს ეშმაკსა და იხსნიდეს მცა მის მიერ ტყუექმნულთა. უკვე თუ ძნელ გიჩნს სიტყვაი ესე ჩემი, წარვეთ სამკვიდრებელად ზემოხსენებულთა მათ მამათასა და იხილნე, ვით არ ქვაბთა შინა და ტალავართა ცხონდებიან, ვით არცე ჭეშმარიტნი მხედარნი მეუფისანი, ფრიად უაღრესნი ხორციელთა მათ მხედართასა. რამე თუ არ რკინისა და რვალისა საჭურველები იხილვების მათ შორის, არამედ ყოველივე სულიერი არს და საღმრთო იქ საჭურველიცა მათი და ბანაკიცა. არა ტილოისა მიერ შეკერულნი ჰქონან კარავნი, არამედ სათნოებათა მიერ შემზადებულნი, სადა იგი ზედა ისე და ესტუმრებიან ანგელოზნი და ანგელოზთა მეუფე. უკვე თუ აბრაჰამს ესტუმნეს კაცსა, რომელსაც ცოლი ესვა და შვილი უცხოთ მოყვარებისა მისისათვის, ოდეს პოონ კაცი ფრიად უმეტესითა სათნოებითა შემკობილი და ხორცთა შინა ხორცთა შეურაცხმყოფელი, არამცა წადიერებით მოვიდოდეს მისთანა. ჰე, ჭეშმარიტად. რამე თუ ტაბლაიცა იგი მოღვაწეთა ისურნელებითა მითმარხვისაითა სავსე არს, მიმსგავსებული ტაბლასა მას, რომელი უფალმან მთასა ზედა დაუგოერსა მას. და ამისთვისცა წადიერებით ანგელოზნი იქცევიან მათთანა. არავინ არს მათ შორის მონა იგინა უფალი. ყოველნი ურთიერთას მონანი არიან და უფალნი წესითა მით სიყვარულისაითა. შემწუხრდ ისრაი, არცა ერთი არ მათთან ამწუხარებაი, ვით არ ესე ჩვენ შეგვემთხვევის სრულმათაგან დღისათა. არასრულმვიდიან დაკრძალვად კართა კლიტებითა და მოქლონებითა შიშისათვის ავაზაკთა ისა, არა ეკრძალებოდიან ნაბერწყალთა დავრდომისათვის, ვით არ იგი სჭირს ნივთიერთა კაცთა, ეშინინ რაი დაწუვისაგან ნაქონებისა მათისა.
ესე ყოველი უშიშობაი და უცდომელობაი მოსცა მათ უპოვარებამან და შეურაცხებამან სოფლისამან. ეგრეთვე სიტყვაი მათი ყოველივე საღმრთოი არს და სულიერ. არა იტყვიან ვითარ ესე ჩვენ საქმეთა უსარგებლოთა, თუ იგი ვინმე მთავარი იქნა და ხელმწიფე, იგი ვინმე გარდავარდა, იგი ვინმე მოკუდა და სახლი მისი სხვამან დაიმკვიდრა, იგი ვინმე განდიდრდა და სხვაი ესევით არის. არამედ მათი სიტყვაი ყოველივე მის საუკუნოისათვის არს, ყოველივე ზეცისათვის არს, სადა იგი მოქალაქობაი მათი აღესრულების, სასუფეველისათვის იტყვიან, სამოთხისათვის, სიახთათვის აბრაჰამის და გვირგვინთა მათთვის დაუჩნობელთა ქრისტესთან ყოფისათვის. კვალად ახსენებენ სატანჯველთა მათცა, რომელნი განუმზადნეს ცოდვილთა თავთათვის და სირცხვილისა მისთვის, რომელი მოწევნად არს მათზედა და სასჯელისა მისთვის საშინელისა. იწურთიდიან ხელოვნებათა წინამდებარისა მის ბრძოლისათა, რაითა არა იძლინენ ღონეთაგან და მანქანებათა ეშმაკისათა, ახსენებდიან ვითარ მძლე ექმნეს მას წმიდანი, ლოცვიდიან ეგრეთვე მძლე ყოფად შეწევნითა ქრისტესითა. ესე არს ცხოვრებაი მათი. აც უკვე რაიმე ვართ ჩვენ მათთანა. უდარეს ვართ ჯინჯველთასა, ყოვლით ურთმიწისა და ნაცრის ამზრუნველნი, და უფრო ისღამხეცთა საქმე გვიპყრიეს ტაცებითა და ანგახრებითა და ყოვლითა ბოროტითა. ჩვენ მსგავს ვიქმნენით პირუტყუთა, ხოლო იგინი მსგავს არიან ანგელოზთა, რამე თუ ყოველი საქმე მათი ანგელოზთაი არს. ამისთვისცა უკვე თუ მივიდეს მათა ზუავთა მათ მთავართაგანი ვინმე არა ეგების, თუმცა არა შეიმუსრაქედ მაღლობა იმისი, რამე თუ მათთანა ყოველივე დიდებაი სოფლიოი შეურაცხარს, არაც შეურაცხიეს მეფეი, არცა ეპარხოსი ანუ სხვაი ვინმე დიდებულთაგანი. და ესე ამით საცნაურ არს, უკვე თუ ვინ მისცეს ერთსა მათგანსა მეუფებაი ყოვლისა სოფლისაი, ესოდენ არა თავსიდებს მიღებად, ვითარცა არამცა თავსიდვა მეფემან მყრალისა რაისმე მცვირისა ხელითა რევნად. ამისთვის მორწმუნენო, უკვე თუ გუნებავს სამოსლისა საქორწინისა მოგებად, მსგავს მათა ვიქმნეთ. ნუ გუცონინ მისვლად მათ და რაითა მათ მიერ ქორწილსა მას ზეცისასა კადნიერად შევიდეთ, რამე თუ მონარახელეციფების შესვლად, რომლისა სამოსელი შებრალულიყო სიძვითა და არაწმიდებითა, ანგახრებითა და ტაცებითა, უკეთურებითა და სიცრუითა. ხოლო ჩვენ ღირსმცა ვართ განწმედად თავთა ჩვენთა ყოვლისაგან ბილწებისა სულიერისა და ხორციელისა, შინაგანთა და გარეგანთა ცოდვათა ისა, რაითა დაუსჯელად და სიხარულით შევიდეთ ქორწილსა მას ზეცისასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანადაუსაბამოით მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხველს მყოფელით სულითურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ლოცვა ჰყავთ წმიდისა მამისა ეფთვიმესთვის, რომელმან წმიდა იესე წიგნი თარგმანა, წმიდანო ღმრთისანო. ქრისტე, ადიდე სულითა მამა იოანე.